მადლობა, ეს იყო ჩვენი ჟურნალისტი ბელა გელაშვილი. პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან ადაპტაციის უნარის გაზრდას და კლიმატის ცვლილებების მიმართ მედეგობის და სათბურების გაზების დაბალა ემისიანი განვითარების უზრუნველყოფის ხელშეწყობასა და ამისათვის ფინანსური ნაკადების შესაბამისობის უზრუნველყოფას. შეთანხმებას საქართველოს 2016 წლის გაზაფხულზე ოფიციალურად შეუერთდა. საკითხის მნიშვნელობაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის უფროსი გიზო ჭელიძე გვესაუბრება. გიზო, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხარ ჩვენთან ერთად. გესალმებით. ეს რეალურად ისეთი საკითხი არის, რომ მე პირადად მექნება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოება ნაკლებად ინფორმირებული არის, თუ რა შედეგები შეიძლება, უბრალოდ რა საფრთხეები, რა რისკები შემცველი შეიძლება იყოს გლობალური კლიმატის ცვლილება, ხო? შეგიძლია გითხრა რა, ასე ვთქვათ, რა შეიძლება გამოიწვიოს ამან კლიმატის ცვლილებამ, როგორ შეიძლება ჩვენ დავზიანდეთ როგორც ფინანსურად, ასევე გარემოს რა შეიძლება დაემართოს, თუ ჩვენ ადეკვატური ღონისძიებები არ გავატარეთ ამ მიმართულებით და მერე შევეხოთ იმ პარიზის შეთანხმებასაც, რომელიც აღვნიშნეთ. გასათანხმებით კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებულობა შედარებით ნაკლებია. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ ჩვენ შეგვეძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას, თუმცა რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს კლიმატის ცვლილებამ სანამ ამ თემაზე ვისაუბრებთ, ალბათ უმჯობესია მოკლედ შევეხოთ თვითონ კლიმატის ცვლილებას რა იწვევს და ალბათ ეს ერთმანეთთან ერთი მეორისგან გამომდინარეობს, არ არის ერთმანეთისგან შორს. კლიმატის ცვლილება ეს დამოკიდებული არის პირველესად ალბათ უნდა შევთანხმდეთ მეცნიერთა დიდი ნაწილი უკვე ამას აღიარებს, ეს არის ადამიანის საქმიანობებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მოიმატა კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა უარყოფითმა ეფექტებმა ინდუსტრიალიზაციის შემდგომ და მსოფლიო მას შემდეგ რაც ჩაერთო ინდუსტრიალიზაციაში, ანუ ნათელია რომ საქმიანობა ადამიანის ყოველდღიური ეკონომიკური აქტივობა იწვევს კლიმატის ცვლილებას. სათბური გაზები ახსენეთ, სათბურის გაზები ეს არის ის გაზები, რომლებიც წარმოებიდან გაიფრქვევა და რომელსაც აქვს ეგრეთ წოდებული სათბურის ეფექტი, ანუ დამათბობელი ეფექტი, როგორც ის ეკრობა ატმოსფეროს, მზის ზიანს უშვებს, მაგრამ ანუ ეს არ არის ამ შემთხვევაში ჯანმრთელობას, ეგ საუბარია დათბობის ეფექტის გამოწვევა, როდესაც ის მზის ხეებს ატარებს, როგორც შუშა, სათბურის შუშა, მაგრამ უკან ენერგია არ გადის და ეს ასე ვთქვათ, ეს სითბო რჩება დედამიწაზე, რაც იწვევს უამრავ სხვადასხვა უარყოფით შედეგებს. ეს იქნება ასე ვთქვათ გამოხატული როგორც ტემპერატურის მომატებაში, რიგ შემთხვევაში პირიქით, ან როგორც გლობალურ დათბობაში არის ადგილები, ზუსტად რომ გლობალურ დათბობით გამოწვეული ტემპერატურის დაცემა, მაგალითად, თუ კი ყინული დადნა, ვიცით, ეს ყინულის ასე ვთქვათ ზღვაში და ოკეანეში მოხვედრილი მასები ახდენს დინებების და ცირკულაციის შეცვლას, რაც რიგ ტერიტორიებზე იწვევს პირიქით ტემპერატურის დაწევას და ყინვებს და ამ დაუგეგმავ ასე ვთქვათ შედეგებს. ანუ ეფექტი ძალიან გამოკვეთილია, ინფორმირებულობა დავალია, მაგრამ შედეგებს მოსახლეობა ყოველდღურად იმკის. ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ როგორც გლობალური პრობლემებისგან, ასევე ლოკალური ქართული პრობლემებთან დაკავშირებით. ქართულზე გავაკეთებთ ბუნებრივია ჩვენთვის აქცენტი. ეს დავიღოთ მაგალითად ზღვის დონის მატება, რაც პრობლემაა როგორც პატარა კუნძულოვანი ქვეყნებისთვის, ჩვენ საზღვაო ქვეყანა ვართ, ზღვის მოსაზღვრე ქვეყანა ვართ და შავი ზღვა ახდენს ასე ვთქვათ პირველი პრობლემა რაც შეიძლება იყოს მაგალითად ნაპირების წარეცხვა, ანუ ჩვენი სანაპირო ზოლი, სადაც პლიაჟებია მოწყობილი, შეიძლება მალე ამის ასე ვთქვათ შემცირდეს და ეს პრობლემას უკვე განიცდის აჭარის და სხვა ჩვენი შავი ზღვის სანაპიროები, რასაც ებრძოდნენ ტრადიციულ წესს, როდესაც ხდებოდა ვთქვათ სხვადასხვა მეთოდებია, მათ შორის ხრეშის დაყრაც კი ხელოვნურად, რაც კოლოსალური რაოდენობის თანხებს მოითხოვს, ძალიან დიდი და თავის დროზე საბჭოთა კავშირის ბიუჯეტი ალბათ ამას უძლებდა და ხდებოდა ხელოვნურად ამ პრობლემაში. თვით რა შესაძლებლობა გვაქვს, მაგრამ მასშტაბურად რომ ზღვის დამანგრეველი ეფექტი, ანუ ზღვის ასე ვთქვათ იმდენად მაღალი შეიძლება იყოს, ვიდრე რომ ამას ხელოვნურად საქართველოს ბიუჯეტი გაუმკლავდეს ამაში გლობალური ჩართულობის დიდ ქვეყნებსაც კი უჭირს ხშირად ამ პრობლემის დაძლევა. ზღვის გარდა ეს არის მაგალითად ტყეების საფარის შემცირება, ტყის საფარი შეგვიძლია ვთქვათ რომ კლიმატის ცვლილების როგორც გამომწვევია მიზეზი, ასევე მისი შედეგიც არის. ანუ გამომწვევი რატო შეიძლება იყოს? ტყეს აქვს იცით შთანთქმის უნარი, ზუსტად ამ სათბურ გაზების შთანთქმის მაგალითად CO2-ის შთანთქმა შეუძლია და რაც უფრო ტყის ფართობები მცირდება, მეტია ამ გაზების დაგროვების ეფექტი. ხოლო რაც შეეხება შედეგს, ბუნებრივია გვალვებით თუ მიწის დეგრადაციით თუ სხვა მიზეზებით გამოწვეული ტყეების ფართობების შემცირება იწვევს უკვე სხვა თვითონ ტყეებს უამრავი ფუნქცია აქვს, ვიცით, ეს არის ნიადაგ დამჭერი, როგორც არის შევინარჩუნოთ ნიადაგიან მეწყერების და ასე ვთქვათ სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების შემაჩერებელია, აქვს წყალშემკრები, იმიტომ რომ ის თავისი ასე ვთქვათ მიწისქვეშა წყლების გენერატორია და ახდენს მიწისქვეშა წყლების შეკრებას, ეს ერთ-ერთი
ძალიან უნიკალური რესურსია იცით მიწისქვეშა წყლები აქვს კლიმატ კონტროლი როგორც გითხარით თანთქმის უნარი სოციალური ფაქტორი ვიცით საქართველოში ძალიან დიდი ეკონომიკური და ძალიან დიდი თემაა მე მინდა ბევრ რამეზე მოვასწრო თქვენთან საუბარი აი პარიზის შეთანხმება ხო ჩვენ ამ შეთანხმებაში მონაწილეობით რეალურად ვიკისრეთ ვალდებულება ხო აი ეს რა ვალდებულება იქნება ანუ ჩვენს გარკვეულ როლს წვლილს შევიტანთ ასე ვთქვათ გლობალური კლიმატის ცვლილების შემცირებაში ხო პარიზის შეთანხმება ეს გახლავთ გაეროს კლიმატის ჩარჩოულ ხელშეკრულების შეთანხმება, კონვენციის შეთანხმება, რომელიც გულისხმობს გლობალურ, ასე ვთქვათ, ქმედებებს, ანუ ყველა ქვეყნის ქმედებას, რა სხვაობა მანამდე არსებულსა და დღევანდელ შორის. პარიზის შეთანხმებით ყველა სახელმწიფომ იკისრა საკუთარ თავზე სათბური გაზების გაფრქვევის შემცირების ვალდებულება. ანუ მანამდე მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებს ეს ვალდებულება, იცით თქვენ კიოტოს პროტოკოლი ცნობილი ალბათ ყველასთვის და ეს კიოტოს პროტოკოლი ოქმი ავალდებულებდა მხოლოდ განვითარებულ სახელმწიფოებს ამ ვალდებულებას. განვითარებადი ქვეყნები ნებაყოფლობით ასრულებდნენ. აღმოჩნდა დღევანდელ რო გადახედეს ასე თქვა სოფლიოს, აღმოჩნდა რომ ზუსტადაც რომ განვითარებადი სახელმწიფოებისგან საერთო გაფრქვევებში წილი 60%-ს გაუტოლდა ბრაზილია, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, მექსიკა, მათი გაფრქვევები უკვე იმდენია, რომ მაგალითად ჩინეთი დღეს უკვე უსწრებს მნიშვნელოვნად მეორე ადგილზე მყოფ ამერიკის შეერთებულ შტატებს თუ ორჯერ თუ სამჯერ დაახლოებით და მეხუთე ადგილზე ინდოეთია და ასე შემდგომ. ანუ ამ ქვეყნებისგან იმდენად განვითარდა გლობალური ჩართვა გადაწყდა. პარიზის შეთანხმების თევარი გზავნილი არის რომ არა რიგი სახელმწიფოების არამედ ყველა სახელმწიფო იღებს მათ შორის საქართველოს გაგვირდებათ საქართველოს მაიღო ამ პასუხისგებლობა მიუხედავად იმისა რომ წილი საქართველოს საერთო გაფრქვევებში არის შედარებით და გაცილებით მცირე მაგრამ საქართველოს აქვს თავისი ასე ვთქვათ ამბიციური გეგმა როგორ აპირებს შემდგომ წლებში ამ გაფრქვევების დაახლოებით როგორ ვაპირებთ აი ძალიან მოკლედ საქართველოს მაირჩი ესეთი მეთოდი არის ორი მეთოდი ერთი 90 წელს გაფრქვევებთან შედარებით შემცირება ერთი არის როდესაც ვთქვათ აიღებს საბაზისო წელს ჩვენ ვაპირებთ ეს იყოს 2013 წელი და ბიზნესის განვითარების არ ჩათვალოს ბიზნეს გადაცემა რომ ეს ხელშეკრულება ბიზნესს უშლის ხელს. პირიქით უწყობს და ამას ვისაუბრებთ. ბიზნესის განვითარების პარალელურად შემარბილებელი ღონისძიებით, ანუ გაფრქვევების შემცირებით 15%-იანი ზღვარის დაჭერა. ანუ ბიზნესი ვითარდება და 15%-იან ზღვარს ეს ნებაყოფლობის შემთხვევაში თუ იქნება საერთაშორისო დახმარება პროგრამა 25%-მდე ავა ეს შემცირების ეფექტი. ძალიან დიდი მადლობა. სამწუხაროდ აი ისეთ საინტერესო ასე ვთქვათ ინფორმაცია მივიღე ხა არ მინდა რომ დასრულდეს, მაგრამ ეს ესეთი მომენტია რომელიც ყოველდღიურად ხდება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო გიზო ესეთ საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისთვის. ჩვენს ტელემაყურებელს კი შევახსენებ რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის უფროსი გიზო ჭელიძე იყო ჩვენი სტუმარი. ახალ კი ბიზნეს კოუჩი ეკონომიკისა და ბიზნესის ახალი ამბების რო 2016 წელს ვიდრე სავაჭრო ცენტრი